Talbatonebo და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, პოლიციელის დღისადმი მიწვნილის საზეიმო ღონისძიება გახსნილად ცხადდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გელა გელაძე. Aglumo! Smena! Soreba! Shuashi! Batono ministro, შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრუქტურული დანაყოფები პოლიციელის დღისადმი მიწვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია. ღონისძიების ხელმძღვანელი მაიორი გაჩეჩილაძე. გამარჯობათ ბატონებო. გილოცავთ პოლიციელის დღეს. თავისუფლად. თავისუფლად! Talbatonebo და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სიტყვა ეძლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გელა გელაძეს. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძვირფასო სტუმრებო. მივესალმებით თბილისის მერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პოლიციის ატაშეებს. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, უდიდესი პატივისცემით მივესალმებით თითოეულ პოლიციელს. დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, რომელიც გეკუთვნით თქვენ, იმ ადამიანებს, ვინც დაუღალავად იცავთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე. იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს. სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ. დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ და არასდროს დავივიწყოთ ის გმირი პოლიციელები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის, ბრძოლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებას თავი შესწირეს.
მათ მიერ გაღებული ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია. დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუხდი მადლობას მათ მშობლებს, საამაყო შვილებს. ჩვენ ყოველთვის მათი ოჯახის გვერდით ვიქნებით. ვთხოვთ მივაგოთ პატივი ჩვენი დაღუპული გმირი პოლიციელების უკდავ ხსოვნას. მადლობა. ძვირფასო პოლიციელებო, პოლიციის პროფესიულ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ის განსაკუთრებული მისია, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს გეკისრებათ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება. ეს არის ფიცი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას. ერთგულად ემსახურო ქვეყანას. საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ. ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცით და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენ შვილებს. ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად მობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენ შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტის წევრებს, მმართველ გუნდს, პოლიციის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა უხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მით უფრო ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ. გვირდებით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი, ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ამაყივაა, რომ თქვენთან ერთად ვსახურობ, გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, მხრეობას და ძალას. იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უსაფრთხო და ძლიერი იყოს. გილოცავთ პოლიციის დღეს. გვერდი იყოს ჩვენი ფარველი. ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო. განსაკუთრებით მივესალმები ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მადლობა მათ მობრძანებისთვის და განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს, რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ უსაფრთხო მომავალს. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული თქვენგანის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდის და მზად ხართ დაუფიქრებლად გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვის გადასარჩენად. მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინახაზე ხართ. ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, იცავთ საქართველოს საზღვრებს, ებრძვით სტიქიებს. მადლობა სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია. თუმცა სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც
პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლე ეწირება. სარგებლობ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული ქართველი პოლიციელის ხსოვნას. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით მსგავსი მცდელობები მომავალში ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. დაიცვა წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული. ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს. გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი. დიდი მადლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა ბაბუაშვილს, მივესალმები დედაქალაქის მერს, ბატონ გახაკალაძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გელაგელაძეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოგესალმებით პოლიციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. დღეს აღნიშნავთ პოლიციელის დღეს, რომელიც თითოეული თქვენგანის პროფესიონალის, პატრიოტის და თავდადებას ეძღვნება. გილოცავთ ამ დღეს და მადლობას გიხდით იმ უდიდესი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. თქვენ პირველებით გახართ კანონის სადარაჯოზე. იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას. ეს სამსახური პროფესიონალისთან ერთად მოითხოვს განსაკუთრებულ სიამაცეს, ერთგულებასა და მუდმივ მზადყოფნას, რისკზე წახვიდეთ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. თქვენი საქმიანობა ხშირად უხილავია ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი შედეგები, შვიდი გარემო, დაცული მოქალაქეები, სამართლიანობის განცდა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში იგრძნობა. სწორედ თქვენ მიგიწყდით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოს მასშტაბით. ამ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ იმ პოლიციელებს, ხანძრემაშველებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ. მათი სახელები და საქმეები სამაგალითოდ დარჩება მომავალი თაობებისთვის. ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, დობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ კაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის, ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ამ მოვლენებისას გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფს, განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ურთულეს დღეებში მაღალი სტანდარტის ზრუნავდა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავხდი მადლობას ადამიანს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და რომელსაც პოლიციის რეფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობას უხდი ვახტანგ გომელაურს პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის, რომლითაც ის ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე ემსახურა. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი ბატონი გელაგელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელებს. დღევანდელ დღეს მადლობა მინდა გადაუხადო ეხანძრე მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, დობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ისინი ნებისმიერ დროს სად არიან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იზრუნონ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ასე იყო ეს წელსაც დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე მაშველები მოქალაქეებს ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ. საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია შექმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს. ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება. ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან საპატიო საქმიანობაში. უღრმესი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, მივესალმები დედაქალაქის მერს, მივესალმები მთავრობის და პარლამენტის წევრებს, პატივცემულო პოლიციელებო, კალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს. დღევანდელი დღე იმ უდიდესი პასუხისმგებლობას გვახსენებს, რომელიც პოლიციელებს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აკისრიათ. პოლიციელობა, თქვენი როლი და თქვენი ფუნქცია გადამწყვეტია უსაფრთხო გარემოსა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამ ძირითად სვეტზე დგას. ესაა თავისუფლება, თანასწორობა და მართლწესრიგი. პოლიციელთა საქმიანობა სამივე მათგანის დაცვას ემსახურება. უკანასკნელ პერიოდში თქვენ მოგიწიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, რათა დაგეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. შიდა თუ გარე რადიკალური ჯგუფები ცდილობდნენ, რომ ძალადობრივი დემონსტრაციები წესად და ნორმად ექციათ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე მაქსიმალური მოთმინებით დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ და პროცესებით სათანადოდ მართეთ. ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, დემოკრატიის მტერია. ძალადობის დროს კი სახელმწიფოს არამხოლოდ მოქმედების უფლება აქვს, არამედ ვალდებულება. თქვენ სახელმწიფოს ეს ვალდებულება პირნათად შეასრულეთ, წარმატებით გაუმკლავდით საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას და ღირსეულად დაიცავით საქართველოს სუვერენიტეტი. პოლიციელებო, თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ. თქვენი საქმიანობა დაუღალავს შრომას, მოთმინებას, სიმამაცესა და თავდადებას გულისხმობს. ეს ის ძალისხმევაა, რომელიც ხშირად უხილავია, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნას, მათი სიმამაცე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით ყველა პოლიციელს დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გიდასტურეთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდაცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები
დემოკრატიული მართლობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად. ამ დღეს სულს განსაკუთრებული მადლობა უთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაუს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. პატივცემულო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ და ყოველ დღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენს პოლიციელებს. ჩემთვის დიდი პატივია პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულება. პოლიციელები, მეხანძრე მაშველები, მესაზღვრეები, ყველა ვინც 24 საათიან რეჟიმში სახელმწიფო სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციებზე თავდასხმას. ყველამ უნდა გააცნობიეროს თუ რამხელა როლი აკისრია პოლიციელს სახელმწიფოს შექმნის საქმეში. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეებისთვის ქმნის დაცულ გარემოს. ვულოცავ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. გულითად მადლობას ვუხდი უწყების 10 უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში გარკვეული და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეწოდება საამაყოა. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას. აქვე კეთს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. მადლობა. პატივცემულო სტუმრებო, ვიწყებთ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას. ტრიბუნასთან ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. საქართველოს სახელმწიფოს აღშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი გადაეცემათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს პოლიციის პოლკოვნიკ დავით კიკნაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს მეორე განყოფილების მესაზღვრე კონტროლიორს პოლიციის უფროს ლეიტენანტ ხატია კეშელავას. შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარის სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროს მოიერიშეს. პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალუდა ლაგაზაურს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარის სამმართველოს მესამე სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერს პოლიციის ლეიტენანტ თეონა ბალაბანიშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარის სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროს დეტექტივს პოლიციის კაპიტან გიორგი ზაბახიძეს. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს პოლიციის პოლკოვნიკ კახაბერ მურადაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარის სამმართველოს უფროსის მოადგილეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ანზორ ხმიადაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორს პოლიციის პოლკოვნიკ ეკა ზაალიშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორ თეიმურაზ ღებრიშვილს. სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს. ძელდება დაჯილდოების ცერემონიალი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გელა გელაძე. სამინისტროს სამკერდე ნიშნით დამსახურებული პოლიციელი ჯილდოვდება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა თავაძე. სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი ბესი კახნიაშვილი. სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი ნიკოლოზ ფურცელაძე. სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი გურამ პერტენავა. სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი ნიკოლოზ ჩუგუაშვილი. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ზურაბ ციკლაური. და ამავე მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველოს სპეცტექნიკის განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების უფროსი, პოლიციის კაპიტანი დავით ცოპურაშვილი. სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ფრიდონ ხიმშიაშვილი. სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი გიორგი გრიგალაშვილი. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გრიგოლ ჭანტურიძე. სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდებიან ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს
მე-6 სამმართველოს დეტექტივები, პოლიციის ლეიტენანტი გიგლა მამსირაშვილი, და პოლიციის ლეიტენანტი ზურაბ ლონდარიძე. სამინისტროს მეორე ხარისხის მედლით განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო მეთვალყურეობისა და ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი რომან კიკოძე. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი ჯაბა ბიტარიშვილი. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილების მეხანძრემაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი ჩხიკვაძე. ემსახურები საქართველოს. სამინისტროს მედლით მამაცობისთვის ჯილდოვდება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-5 სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ თურმანიძე. სამინისტროს სამკერდე ნიშნით დამსახურებული პოლიციელი ჯილდოვდება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრაფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი თორნიკე მარსაგიშვილი. ემსახურები საქართველოს. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულებულია. გილოცავთ პოლიციელის დღეს. აღლუმო! სმენა! მარჯვენა მარცხნისა, კენ! ნაბიჯით! Ja!